ყოველი დღე შენი და დროის ჩუმი ხელშეკრულებაა. დავიღალე, ვერ ვასწრებ, აღარ მაქვს ძალა. ამ სიტყვების უკან დგას დაკარგული კავშირი საკუთარ თავთან. დრო შენი სარკეა. ის გიჩვენებს შენს რეალურ პრიორიტეტებს, არა იმას, რასაც სიტყვით ამბობ, არამედ იმას, რასაც ყოველდღე აკეთებ. ბევრს გონია, რომ დროის დეფიციტი ცხოვრების რითმის გადაჭარბებული სისწრაფითაა გამოწვეული, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მათი პრიორიტეტები გარედან არის ნაკარნახევი. ოჯახი, შვილები, კარიერა. ეს ღირებულებები თითქოს მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი გარე სისტემაში არსებობენ, სადაც ხშირად იკარგები. სხეული იღლება, ფსიქიკა იტვირთება, რადგან ყველაფერს აკონტროლებ, სული ჩუმდება, რადგან მისთვის სივრცე აღარ რჩება, ცარიელი შიგნიდან, გადატვირთული გარედან. ალბათ გეცნობა ეს მდგომარეობა. სწორედ ასე გამოიყურება უმეტესობის ცხოვრება, როცა დროის განაწილება ხდება არა საკუთარი მოთხოვნილებების მიხედვით, არამედ შიშზე და კონტროლზე დაფუძნებული სტრატეგიით. მაგრამ როცა პრიორიტეტად შინაგან მდგომარეობას აირჩევ, სიხარულს, სიმშვიდეს, სიამოვნებას, შთაგონებას, მადლიერებას, დრო შენივე გაგრძელება ხდება. შენ წყვეთ, რას უთმობ დროს, ამით წყვეთ, რას უთმობ ცხოვრებას. იყო დაკავებული თუ ცოცხალი, იჩქარო თუ იგრძნო, იცხოვრო დროის შიგნით თუ ქმნიდე დროს საკუთარი ცხოვრებით.